დღეს ძალიან ძვირფასი დღე იყო ჩემთვის. ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში წარმოადგინეს ჩემი წიგნი მზეშინა და მზეგარეთა. ძალიან დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ ფაქიზოს, დიდი მადლობა ჩემს მეგობარს დოდო ხაჩიძეს, დიდი მადლობა ყველა მასწავლებელს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენს ბავშვებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ წარმოდგენაში. ეს იყო მართლაც გრანდიოზული ზეიმი. ამ წიგნში წარმოდგენილია ჩვენი დღეობა, დღესასწაულები და წესჩვეულებები, ძველი ქართული ადათ-წესები და რაოდენსაც სიხარულა რომ ჩვენმა პატარებმა ეს გაითავისეს, შეისწავლეს და ისე ლამაზად წარმოადგინეს სცენაზე რომ აქტუალებული დავრჩი. მე ვფიქრობ რომ ამ სკოლას ისეთი ტრადიციები აქვს, ასეთ წარმოდგენებს და ასეთ ძალიან კარგ ტრადიციებს ყოველთვის გააგრძელებს. წარმატებებს უსურვებ ყველას და დიდი მადლობა ამ დღისათვის. ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში დედაენისთვისადმი მიძღვნილი კვირეული ტრიუმფით მიმდინარეობს. უამრავი გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს. დღეს კი ჩატარდა ღონისძიება, ანუ სტუმრად ყავდა სკოლაში მწერალი ბატონი გივი ჩიღვინაძე და მოხდა მისი ლექსებისა და სადღესასწაულო ჩანაწერების წიგნის პრეზენტაცია მზეშინა და მზეგარეთა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7-ა და მე-7 გ კლასის მოსწავლეები. ვფიქრობთ, წიგნს დაშორებულ ახალგაზრდებს სწორედ ამგვარი წიგნის პრეზენტაციებით შევძლებთ, რომ მოსწავლეები დაუახლოვოთ ისევ წიგნს და ეს იყო მოსწავლეთა შემოქმედებით უნარ-ჩვევებზე მორგებული წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ალბათ კარგ ხნის განმავლობაში დარჩება პირველი საჯარო სკოლის ისტორიაში. სკოლაში მიმდინარეობს დედაენის დღესადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში მე-7-ა და მე-7 გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერალ გივი ჩიღვინაძის წიგნის მზეშინა და მზეგარეთა პრეზენტაცია. ჩვენ გავაინსცენირეთ იქ წარმოდგენილი ქართული ხალხური დღეობა, დღესასწაულები. ჩვენ მიზანი იყო საზოგადოებისთვის, ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ერთობოდნენ, რით სულდგმლობდნენ. ეს არის ჩვენი არამატერიალური მემკვიდრეობა, რომლის დაცვა და თაობიდან თაობაზე გადაცემა არის ყველა ქართველის უპირველესი მოვალეობა. რადგან, როგორც დიდი ილია ბრძანებდა, შვილმა უნდა იცოდეს, სად გაჩერდა მამა, რომ იქედან განაგრძოს ცხოვრების უღლის წევა. რადგან აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა, ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ სახელოვან წარსულზე, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებზე, ჭეშჩვეულებებზე აღზარდოთ მომავალი თაობა, ანუ დავაშენოთ აწმყო და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი მოსწავლეების თაობა, ჩვენი შვილების თაობა უკეთეს მომავალს შექმნის. არამატერიალური მემკვიდრეობა საზოგადოების უნიკალურობას ასახავს, ის გარკვეულ ცოდნას აძლევს ახალგაზრდებს, ეს არის სხვადასხვა თაობის გაერთიანება, ასე რომ ვთქვათ, როდესაც შენს კულტურას, ტრადიციებს, ადათ-წესებს აგროვებ, ინახავ, უფრთხილდები და გადასცემ მომავალ თაობას. დღევანდელმა დღემ დაამტკიცა, რომ სანამ ჩვენ ასე რუდუნებით ვინახავთ ტრადიციებსა და ადათებს, ჩვენს ერს გადაშენება არ უწევია და ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ჩადგება ერად სხვა ერთა შორის, ივერია გაფრთხილდება. როგორც მოგეხსენებათ, სკოლაში დედაენის კვირეული მიმდინარეობს საკმაოდ წარმატებით, რომელსაც ღია გაკვეთილები, საჩვენებელი გაკვეთილები ეძღვნება. ასევე დღეს მიეძღვნა დიდი ღონისძიება ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მზეშინა და მზეგარეთა,
ეს ღონისძიება მიეძღვნა გივით შირვინაძის წიგნის პრეზენტაციას, რომელსაც იგივე სათაური აქვს ეშინა და მზეგარეთა ბავშვებმა ტრადიციული წესჩვეულებები გააცოცხლეს ძალიან შთამბეჭდავად ცეკვისა და მუსიკის ხარჯზე. წარმატებებს უსურვებ მე-7 და მე-7 G კლასს ის მასწავლებელთან ერთად. ვისურვებდი, რომ იმ პატრიოტული სულისკვეთებით გაიზარდნონ ეს ბავშვები ჩვენ სკოლაში, როგორი სულისკვეთებას დღეს ჩანდა სცენაზე, მათ ლექსებში, სიმღერებსა და ცეკვებში. აუცილებლობა იყო. ეს იყო რაღაცა გაცოცხლებული, აბსოლუტურად განსხვავებული ჭრილი ქართული გენის, ქართული სულის გენეტიკური კოდის. მადლობა ქალბატონ დოდოს ამისთვის. მადლობა თვითონ მოსწავლეს, მადლობა მშობლებს, მადლობა დირექციას, რომ არა ერთობლივი თანამშრომლობითი მაღალი კულტურა, ვერავითარ შემთხვევაში ეს დღე ასეთი ვერ შედგებოდა. წარმატებები თქვენ სკოლას. მოპასუხა დედა. ვითავისა ჩვენ შემდეგ შევლეს ჩიფთა გამეცნობა.